მეგობრებო, საქართველოს ნაკრები მალტის ნაკრებს დაუპირისპირდება და გაირკვევა საქართველო რასიზმს. 9 ქულამდე გაინახდებს უპირატესობას თუ ვერა. ამას ვრცლად თამაში ვნახავთ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საჭიროა, ამიტომ ჯობია რომ მოვიკოთ. ოდიშარიას აქ წაართვეს ბურთი, მალტელების შეტევა. დარტყმა და სამწუხაროდ ანგარიში გაგვიხსნეს. 1-0 გახდა ანგარიში. საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენს საწინააღმდეგოდ. მახველებს. მაგრამ 1 გოლი არ დაგვაქცევს, იმიტომ რომ გათანაბრება შეგვიძლია. და კიდე მალტელები, მაგრამ აქ ტაბიძე აკონტროლებს ყველაფერს. ამოარტყა კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი. გაუყოლა გაგნიძე ჩააწოდა დარტყმა და ნოდარ ლომინაძე 1-1 ათანაბრებს ანგარიშ თავურით. აბა რა შეგვიძლია ახლა რომ უპირატესობა მივიღოთ. რა გადმოხტომა, რა ნახტომი, ლომს როგორც შეეფერება, ნოდო ლომს. და აზაროვი გაუყოლა გაგნიძეზე. გაგნიძე წინ მიწევს და ვერ მოიგო ეს ორთაბრძოლა. მაგრამ ბურთი ჩვენ გვრჩება. ტაბიძე რას აკეთებ? გადააგდე ბურთი, წაგვართვეს. და მოდიან მალტელების შეტევაზე. ამოარტყა რა მაგარი გათამაშება, მიქაუტაძე, დარტყმა. არა. რა შანსი გავაფუჭეთ. მიქაუტაძემ შტანგას მოარტყა ბურთი. ჩაწოდეს აუტი. საჯარი მოსკენ ახალი აზაროვი და ვეღარ დაარტყმევიდეს და მალტელების შეტევაზე, მაგრამ სივრცეები არის, მაგრამ ჩვენები აკონტროლებენ მაინც სიტუაციას. და რა კარგია მიქაუტაძე, გასცდა დარტყმა და გიორგი მიქაუტაძის პერფორმანსი და 2-1 ხდება ანგარიში. აი ეს არის ქართველების ძალა, ჩქარი კამბექი, ჩქარი თამაშის შემოტრიალება და თამაშის კონტროლი, ცეცხლოვანი თამაში. თავბრუდამხვევი გოლები და რაც მთავარია ეს ბოლო დრო თავური გოლების ექსპერტი. აქ მალტელები ისევ შეტევაში დარტყმა და 2-2 გვითანაბრებენ ანგარიშს სამწუხაროდ. ვილაპარაკე ახლა რაღაცეები, რომ საქართველო ჩქარა დატრიალებს თამაშს, მაგრამ ჩქარა მალტელებმა არ შემოგვიტრიალონ. ეგა საქმე. მიქაუტაძე კარგია, კვარა კარგია. ლობჟანიძე, მიქაუტაძე რა კარგი გაყოლება, მაგრამ აქ არ გამოგვივა არაფერი და აზაროვი მისდევს ფეხდაფეხბურთს და აცდის გადაშლას ბურთი ჩვენ გვრჩება მაინც. და რა ხდება? ტაბიძე, გაგნიძე, ამოარტყა დარტყმა მოხსნა. და ჩაჭრა მიქაუტაძემ კაი, ამარა წაართვეს. და აქ ისევ მალტელები მოდიან შეტევაზე. და ცუდი გაყოლება თუ არ შეიძლება სხვანაირად დამთავრებული იყო სიტუაცია და პირველი ტაიმი ესე ფრედ 2-2 მთავრდება. ნახოთ, შევძლებთ თუ არა მეორე ტაიმში ანგარიშის წინ წაწევას.
მამაკეიშვილი, დავითაშვილი, აზაროვი, ესენი არიან, ვინც გაითამაშეს ახლა ბურთი. გაგნიძე რა კარგად წაიწია წინ დარტყმა, რა დარტყმა არ შედგა. დვალი, ლაშადვალი აქ გამოიტანეს ბურთს სამწუხაროდ და ჯარიმა აქ ქართველები ვჯარიმდებით. არ და კაი შეტევა ჰქონდათ და კარგია რომ დავჯარიმდით. და მამაკეიშვილი გააყოლა ლომინაძეზე იბრძვის ბურთისთვის, მოიპოვა ბურთი, ჩააწოდა საჯარიმოში, დარტყმა. და სამწუხაროდ გოლით არ დამთავრებულა ეს ეპიზოდი. ამოარტყა. დავითაშვილი კაია, გაგნიძე ჩაწოდა, დარტყმა, ნოტარ ლომინაძის დუბლი. ეს არის საქართველო. მიუშვებ თავის ნებაზე, გაგიტანს, არ მიუშვებ თავის ნებაზე, იბრძვის. ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ჯერჯერობით ვიგებთ, მაგრამ სამ ქულა უნდა სამი კი არა, მე-9 ქულამდე უნდა გავზარდოთ ანგარიში. ანუ თუ მოვიგეთ 9 ქულა გვექნება და უდიდესი შანსით პირველ-მეორე ადგილს დავიკავებთ და პირველ-მეორე ადგილს როცა დავიკავებთ, უეჭველი პლეი-ოფში ან პირდაპირ ევროპაზე მოვხვდებით. ამიტომ ეს თამაში თუ მოვიგოთ, ძალიან დიდი შანსია. მის მერე ერთი მოგებაც და უსო ყველაფერი ჩვენ სარგებლო ტრიალდება ოტიშარია და ეს ბიჭი საქართველოს ნაკრებს ძალიან სარგებლად არგია, მაგრამ მას გოლი თითქმის არც ერთ თამაში არ გაუტანია. აქ კი გოლი გაიტანა. ოდიშარია არის ფეხბურთელი, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ გოლებს იშვიათად იტანს. ეს იშვიათი მოვლენა კი ახლა მოხდა, დატკბით მისი ულამაზესი თამაშით. და 4-2 დავითაშვილი, აბა 5-2 გვიდა, მამაკეიშვილი მიწევს და რას შვება გიზი მამაკეიშვილი. მამაკე მიდი ჩაჭერი, არა რო ჩაიჭრა ცარიელ კარში შეაგდებ და მაგრამ ისო ქართველები ყვარა და მეკარე მაიღო, ისევ ჩვენ ვართ ბურთი, ლომინაძე ხვიჩა, დარტყმა, გოლ. საქართველოს ნაკრები მალტის ნაკრებს მიწაზე ანარცხებს, ანადგურებს, ყველა შანსს უკეტავს, ბოლო ადგილს აჯაჭვებს და თითქმის უკლავს შანსს, რომ ამ ჯგუფურ ეტაპში რაიმე შედეგს გამოიღებს. ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ აი ახლა ამ მომენტში. ერთი გოლით და გოლების სხვაობით წინ გადავიწევით ძალიან. და როგორც ვიცი, წინა მატჩი თურქეთთან არ მახსოვს შედეგები თუ არა, გამოუთვლიდი, მაგრამ ერთი გოლი რო გვაკლდა სრულყოფილი შედეგამდე, ეგვიცი, გამოვიტანეთ. მალტელები არიან შეტევაზე, რაღაც უცნაურად ათამაშებენ და რას შვებიან. და ჩაწოდებენ, მაღალი ჩაწოდება და დარტყმა და 5-3 ხდება აქ ანგარიში, მაგრამ არა უშავს, მთავარია მოვიგებთ. ამდენი აფართხალეს ბურთი და საბოლოოდ გამოიღეს ამან შედეგი, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ უკვე მოვიგეთ თამაში და საფინალო სასტონი ალბათ გაისმევა, როგორც კი ბურთს გავათამაშებთ. და რა ხდება არის მის ჯერჯერობით, ერთ შეტევას გვაცდის ალბათ და აკორავებენ ბურთს მალტელები და საფინალო სასტონის ველით რო 9 ქულაზე ავიდეთ და
თითქმის არ გადაგვეწუროს იმედები და ეს საფინალო საწვენია. 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. მეორე ადგილს კი ინგლისის ნაკრები 6 ქულით იკავებს. მესამე ადგილზე არის თურქეთის ეროვნული ნაკრები 3 ქულით.